გამარჯობა. დღეს მინდა გამოვეხმაურო სიახლეს. ეს არის მასწავლებლის გიგა ავალიანის ეკა კუპატაძის შვილის საქმეზე ახალი გარემოებების აღმოჩენის ამბავს. ის ამბავი, ის ინფორმაცია, რაც გავიგეთ, არავისთვის სასიხარულო არ არის. ეს ამბავი არ არის ასევე სასიხარულო, რა თქმა უნდა, არც იმ ახალგაზრდების ოჯახებისთვის, რომლებსაც ბრალსდებენ ახლა უკვე კიდევ ახალ ძალადობებში, სისტემურ ძალადობაში. არ არის სასიამოვნო, არც ჩვენი საზოგადოებისთვის, თემისთვის. რა თქმა უნდა, ეკა კუპატაძის ბრძოლამ ამ შემთხვევაში გარკვეული შედეგი მოიტანა და მთლიანად მთელი საზოგადოების მაგივრად უღრმესი მადლობა მას აბრძოლისთვის. ეკა კუპატაძის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა მოიტანა ახალი სიმართლე და გამოავლინა ძალიან შემზარავი სისტემური ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მისი ბრძოლის გარეშე, რომელიც ეხება მისი შვილის, არაჩვეულებრივი ადამიანის, მასწავლებლის ტრაგიკულ სიკვდილს, მკვლელობას, მისმა ბრძოლამ შედეგი ყველა ჩვენი საზოგადოების წევრისთვის მოიტანა. თუმცა აქვე მინდა მნიშვნელოვანი რაღაც ვთქვა. როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ სახელმწიფო ჩამოშლილი გვაქვს, სწორედ ამ შემთხვევას ვგულისხმობ. ძალიან ბევრი სახელმწიფო დაწესებულება უნდა ყოფილიყო ჩართული, ძალიან ბევრი სახელმწიფო დაწესებულება, რომლისთვისაც ჩვენ ვიხდით გადასახადს, უნდა ყოფილიყო შუაში ამ ახალგაზრდების საქციელთან. უნდა ჩარეულიყო მანამ სანამ დადგებოდა ის შედეგი, რაც დადგა. უნდა ემოქმედა მანამ სანამ ისინი მივიდოდნენ იმ შედეგამდე და იმ საქმემდე, რასაც ქვია გიგა ავალიანის მკვლელობა. რა დაწესებულებებია ეს? დავიწყოთ ჩვენი სამართალდამცავებისგან. ეგრეთ წოდებული უბნის ინსპექტორები, პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უნდა ემოქმედა პირველივე შემთხვევის შემდეგ, არა მეასე შემთხვევის შემდეგ, არა დრამატული შემთხვევის შემდეგ, არამედ პირველივე შემთხვევის შემდეგ. უბნის პოლიცია, რომელსაც პირველივე შემთხვევის შემდეგ უნდა გადაედგა ნაბიჯები და თავიდან აეცილებინა ამ ახალგაზრდული ფაშისტური ჯგუფის თარეში, თბილისის ქუჩებში. ამის გარდა, პირველ რიგში ასევე სოციალური სამსახური, რომლის შესახებაც კარგა ხანია საერთოდ არ გვსმენია. მეგობრებო, ნორმალურ სახელმწიფოში არსებობს სოციალური სამსახური, რომელიც თვალყურს ადევნებს ასეთ შემთხვევებს, ძალადობისკენ მიდრეკილებას, ახალგაზრდების, ჩაგვრის შემთხვევებს, გარჩევებს. არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც ამ დროს მიდიან, აკვირდებიან და გამოსწორებასთვის დგამენ ნაბიჯებს იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც არასწორ გზაზე წავიდნენ. არაფერი გვსმენია, წლებია სოციალური სამსახურის შესახებ. სოციალური სამსახური, რომელიც მოკალათებულია ჯანდაცვის სამინისტროში, უმოქმედოა და მსგავს სისტემურ დანაშაულებებზე ის, რომ ახალგაზრდების ფაშისტური დაჯგუფებები თარეშობენ თბილისში და საქართველოში. ეს ზუსტად ასევე სოციალური სამსახურის პასუხისმგებლობაც არის. არაერთი ძალადობის ფაქტი, რომელიც არის მთელ ქვეყანაში. საშინელი ამბები ოჯახში ძალადობის შესახებ. მათი პრევენცია, საზოგადოების განწყობაზე, ყოფაზე, მაჯისცემაზე, ხელის დაჭერა სწორედ სოციალური სამსახურის პასუხისმგებლობაა, რომელსაც არც არასოდეს ჰქონდა ან რესურსი, ან ფული, ან ბენზინის ფული, ან დაფინანსება, რომ ემოქმედა. ზუსტად ასევე უნიათო არის კონკრეტულად აი ამ ფაშისტურ დაჯგუფებასთან მიმართებაში. მესამე, ნამდვილად სწორედ ახსენა ახლა ქალბატონმა. პროკურატურის საქმე, პოლიციის საქმე, სახელმწიფოს საქმე მთლიანად ქალბატონი ეკა კუპატაძე აკეთებს და გააკეთა. ეს არასწორია. დაზარალებულს არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება
რომ გააკეთოს ცალკე გამოძიება და ამხელა წნეხი. ჩვენ მადლიერები ვართ ამისთვის. შემდეგი უწყება, უმნიშვნელოვანესი, განათლების სამინისტრო. განათლების რისთვის არის მრავალმილიარდიანი განათლების სამინისტრო, თუ არა იმისთვის, რომ მოახერხოს ახალგაზრდებში ჩაგვრის, ძალადობის, მიდრეკილების აღმოფხვრა. მიიღოს ზომები, მიიღოს წესები, რისთვის ვიხდით მილიონობის ლარს მანდატურის სამსახურში. მარტო იმისთვის, რომ როცა უნდა უბრალოდ გაჩხრიკონ ვიღაცაები. განათლების სამინისტრო უნდა იყოს ადგილი, სადაც მე გეუბნებით საერთაშორისო გამოცდილებას, სადაც ადამიანები წყნარად უშვებენ შვილებს და იციან, რომ ის თუ გვერდზე გადაუხვევს, ის თუ მას თუ რაღაცა პრობლემები აქვს, ის თუ მოკიდებს ხელს ძალადობაში ჩაერთვება, ერთად მუშაობს ეს ყველაფერი განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, პოლიცია, იმისთვის, რომ პირველი შემთხვევიდანვე ბავშვები და ახალგაზრდები დააბრუნდნენ სწორ საზოგადოებრივ გზას. აი ეს ყველაფერი დღეს ჩამოშლილია ჩვენთან. ეს რგოლი, შიდა რგოლი არ არსებობს და შედეგად მივდივართ ისეთ შემთხვევებამდე, რომ სანამ უბედურება არ დატრიალდება, ურემი არ გადატრიალდება, მანამდე გზა არ ჩანს. ეს არასწორია. ერთხელ და სამუდამოდ ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტებია ასაშენებელი, ისე უნდა გადავიხადოთ ჩვენი გადასახადი, რომ ეს ინსტიტუტები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ. ადამიანის სიკვდილი არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ ვიღაცა დაფაცურდეს და გამოფხიზლდეს. დღევანდელ შემთხვევაში ჩემი პოზიცია ეს არის. დარწმუნებული ვარ, არც არავის უხარეა ის რაც გამოვლინდა, ის რომ ჩვენ ქალაქში დადიან როგორც ჩანს ახალგაზრდების ფაშისტური ჯგუფები, რომლებიც ჩაგრავენ ჩვენ თანამოქალაქეებს და ამის შესახებ არავინ არაფერს არ აკეთებს, სანამ მძიმე შედეგი არ დადგება. აბა, დროებით.